ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის მურიგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. CESCOM მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა დროულად გაიარონ. Პარტიებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში, შეუძლიათ მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განცხადებით. პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო წინა საპარლამენტო არჩევნებისას, პარტია, რომელსაც წარმომადგენელი ჰყავს არჩევნების დანიშვნის დღისთვის პარლამენტში, შეუძლიათ არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 57 დღეს განცხადებით მიმართონ. ხოლო პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერც ერთ ამ მოთხოვნას, უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით განცხადებით. რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემათ მხარდამჭერთა სიის ნიმუში 60 დღიანი ვადა აქვთ და რა თქმა უნდა დაჭირდებათ არანაკლებ 25,000 ხელმოწერების შეგროვება, რომელიც შემდეგ უნდა წარუდგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ 2 დღის ვადაში წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რათა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება არის პარტიის რეგისტრაცია. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე შექმნა უბნები, სულ გვექნება 44 საარჩევნო უბანი და დაამტკიცა მათი საზღვრები და ასევე გუშინდელ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების შექმნის თაობაზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტში შევქმენით 24 მაჟორიტარული ოლქი. საკრებულოს არჩევნები გაიმართება როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემით. არჩევნების შედეგად გურჯაანის საკრებულოს შემადგენლობაში შევლენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 24 საკრებულოს წევრი და ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 პირი. ხოლო რაც შეეხება მანდატების განაწილებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარტიამ აუცილებლად უნდა გადალახოს 4%-იანი ბარიერი, რომ მიიღოს მანდატი. რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემას, პირი, რომელიც მიიღებს იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამორჩევლის ნამდვილი ხმების უმრავლესობას, ის პირი ჩაითვლება გამარჯვებული.